საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-27 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველ კლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი სიჭინავამ გითხრა, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირება შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი. მისივე განმარტებით 2026-27 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველ კლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე დაემატა მესამე ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ეტაპი, რომლის მიზანი მოსწავლეთათვის საცხოვრებელ ადგილთან ახლო მდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. პირველ კლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 წლისთვის უკვე 18 თებერვალს დავიწყეთ. პირველ რამოდენიმე ეტაპი არის ამ შემთხვევაში. ცვლილება გვაქვს სასკოლო ასაკთან სასკოლო ასაკთან და ცვლილება გვაქვს ასევე ადმინისტრაციულ დაყოფასთან დაკავშირებით და ეს აქ ოზურგეთიც მოიაზრება სასკოლო ასაკს, რაც შეეხება. აქ გვაქვს ასეთი ჩანაწერი ზოგადი განათლების შესახებ კანონში, სადაც ცვლილება შევიდა. ეს არის რომ პირველ კლასელი ჩაირიცხება, რომელსაც 6 წელი შეუსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით. ეს არის პირველი ცვლილება და მეორე არის ადმინისტრაციული საზღვრების კუთხით. ეს არის აქ 12 ქალაქი არის, 4 დიდი ქალაქია, ეს არის თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვართ, იქ ოლქებად იყოფა ქალაქი და ჩვენ შემთხვევაში ეს არის ფოთი, ზუგდიდი, მცხეთა, ოზურგეთი. აქ უკვე გვაქვს ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება და შესაბამისად ეს ინფორმაცია უკვე აქვთ სკოლებს, მოსახლეობას და საყოველთაო რეგისტრაცია სანამ დაიწყება, მესამე ეტაპში უკვე ჩაჯდა ეს ახალი ცვლილება.